მოგესალმებით, კოლეგებო, ძალიან მძიმე თემაზე გვიწევს საუბარი, კიდევ ერთხელ გვიწევს ამ ტრაგედიის სტიქიის გახსენება, კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა, გამოხატავს სამძიმარს დაღუპული ადამიანების გამო, მათი ოჯახის წევრების მიმართ, ახლობლების მიმართ. ზოგადად სტიქია ტრაგედია არის ისეთი რამე, რაც უნდა ერთიანებდეს ყველას, ქვეყანას, ხალხს, პოლიტიკურ პარტიებს, აბსოლუტურად ყველას. და სამწუხაროდ ჩვენ ამ შემთხვევაშიც ხედავთ რას, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ტრაგედიაც კი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად. რაც უპრეცედენტო მოვლენა, პრაქტიკულად არცად არ ხდება ასეთი რამ. სტიქიებით განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, დატვირთული იყო სამწუხაროდ სამყარო გასული წლის განმავლობაში და არაერთი სტიქია მოხდა ამ ბოლო წლების განმავლობაში. მათ შორის შეგახსენოთ, ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰავაიზე იყო ტყის ხანძარი, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და არავის არ დაუწყია სპეკულირება. არავის 1000-ზე მეტია, რაც დასასრულებელია, მაგრამ არის უზარმაზარი მსხვერპლი და ადამიანების იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. რამდენი იყო დაკარგული, ამასაც კი ვერ ადგენდნენ თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. არ ამოქმედდა მაგალითად გაფრთხილების სისტემა, დამონტაჟებული იყო, მაგრამ არ ამოქმედდა და ასეთი რაღაცები ხდებოდა. ამერიკის პრეზიდენტი ჩაფრინდა ჰავაიზე დაახლოებით 2-3 კვირის თავზე და შემდეგ. არავის არ უფიქრია, რომ სპეკულირებისთვის გამოიყენებინა ამერიკაში ეს ყველაფერი, მოეთხოვა პრეზიდენტის გადადგომა, იქ რაღაცა მთავრობის გადადგომა და ასე შემდეგ. გერმანიაში სულ რაღაც 2-3 წლის წინ მოხდა ძალიან დიდი წყალდიდობა, რომელსაც შეეწირა დაახლოებით 200 ადამიანი, ბელგიაში 40-ზე მეტი ადამიანი და ასე შემდეგ. არსად არ გამოუყენებიათ პოლიტიკურ პარტიებს ეს საკითხები სპეკულირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის პროგნოზირებაც დავშოთ უფრო ადვილია ტემპერატურიდან გამომდინარე, მერე რეაგირებაც უფრო ადვილია, წყალდიდობას იგივე შეეხება, პროგნოზირება ბევრად ადვილია. აქ შეუძლებელი იყო პროგნოზირება, იქ ბევრად ადვილია პროგნოზირებაც, რეაგირებაც, არავის არ უცდია არც ერთ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას, რომ იქ იმ ქვეყნებში სპეკულაციებისთვის გამოიყენებინა ასეთი ფაქტები. თუმცა იქაც იყო გერმანიასთან დაკავშირებით საინტერესო რა არის, სტატია ნახე ასეთი გერმანული მასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ პოლიტიკურ სუბიექტებს სტიქიასთან მიმართებით. არც ერთ საპარლამენტო პარტიას, იქაც იცით, რომ არიან პარტიები, რომელსაც ანტისისტემურად აცხადებენ, ხო, შედარებით ტრადიციული პარტიები. არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ უცდია სპეკულაციებისთვის ამ ტრაგედიის გამოყენება, წყალდიდობის გამოყენება, რომელსაც 200-ზე მეტი გერმანელი შეეწირა. თუმცა იქაც არიან არასაპარლამენტო ძალები, ნეონაცისტები და მხოლოდ მათ სადეს ამ ტრაგედიის გამოყენება საკუთარი ქულების დასაწერად. გერმანიაში ნეონაცები, საქართველოში ნაცები. ეს არის რეალური სურათი. და საინტერესო რა არის, როგორ ხდებოდა სპეკულაციებისთვის გამოყენება, ეს არის აღწერილი და ნახეთ ზუსტად ემთხვევა რას აკეთებდნენ ესენი. რასაც აკეთებდნენ გერმანიაში ნეონაცები, იგივე აკეთებდნენ ჩვენი ნაცები საქართველოში. დეზინფორმაცია, ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, სოციმედიის გამოყენება, სხვა მედია საშუალებების გამოყენება, ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენება, დეზინფორმაცია ვრცელდებოდა მსხვერპლთან დაკავშირებით, იქ დაკარგულებთან დაკავშირებით, მილიონი დეზინფორმაცია გავრცელდა იმისათვის, რომ დაემძიმებინათ ხელოვნურად ის სურათი, რომელიც ისედაც მძიმე იყო. ალტერნატიული სტრუქტურების შექმნა, ალტერნატიული დახმარების შეთავაზება. ზუსტად იგივე საკეთებდნენ. ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთა ჩადიოდა ალტერნატიულ საკვებს ამზადებდა, საკვები იყო სრულად უზრუნველყოფილი მაშველებისთვის, ადამიანებისთვის, რიგი მოქალაქე ყველასთვის. ჩადიოდნენ და ზუსტად ალტერნატიული სტრუქტურები, ალტერნატიული კვება, ალტერნატიული დახმარება უბრალოდ სამარცხვინო იყო. ამას აკეთებდა ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთა. აი ზუსტად იგივე რასაც ნეონაცები აკეთებდნენ გერმანიაში. ცდილობა რომ დაზარალებულები გამოიყენებინათ ხელისუფლებაზე თავდასხმის. ზუსტად იგივე, აი რაც წერია იმ სტატიაში ნეონაცებთან დაკავშირებით, ამას აკეთებდნენ ნაცები საქართველოში. მაშველებზე შეტევა, თავდასხმები, ზუსტად იგივე. აი ერთ-ერთი არის აღწერილი ნეონაცების ქმედებები და გეგონება რომ ნაცების ქმედებებს კითხულობ. ნაცები საქართველოში, ნეონაცები გერმანიაში. ამის იქით ვერ მიდიხარ თქვენ.
თქვენ ხართ ნაცები. არაფერი განსხვავება არ არის თქვენსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებზეც იქ არის ძალიან ცუდ ტონალობაში საუბარი გერმანიაში. ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ჩაატარა თავის დროზე ბრიფინგი იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რომელსაც კოლექტიური ნაცმოძრაობა რადიკალური ოპოზიცია ავრცელებდა ამ სტიქიის თემასა და მინდა მოკლედ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ეს ტყუილები, 8 ძირითადი ტყუილი, ერთი რო 2021 წელს იყო თითქოს პროგნოზირებული სტიქია, სამარცხვინო ტყუილი. ახლა ეს ისეთი ტყუილია, ბევრი ლაპარაკიც არ ჭირდება ამას, როგორ შეიძლება შენ ყინვარიდან ყინულის მოწყვეტა წინასწარ გათვალო 2 წლით ადრე. სიღრმეშიც არ შევა. პირველი ტყუილი, რაზეც იყო საუბარი. მეორე ტყუილი თითქოს ჩვენი ხელისუფლების დროს შეიცვალა მდინარის კალაპოტის. სამარცხვინო ტყუილი 60-იან წლებში მომხდარ ამბავზეა საუბარი და გადმოიტანეს ეს 60 წლით აქეთ და თითქოს ამ ხელისუფლებამ გააკეთა ეს ყველაფერი. მეორე სამარცხვინო ტყუილი. თითქოს კოტეჯების აშენებაზე ნებართვა გაიცა ჩვენი ხელისუფლების დროს. მესამე ტყუილი პირადად ნიკა გვარამია და სხვა თქვენი პარტიის ლიდერები აცხადებდნენ ამ ყველაფერს. მესამე სამარცხვინო ტყუილი. მეოთხე სამარცხვინო ტყუილი ბიზინა იმენიშვილმა მოჭრა ტყე. იქ ფიზიკურად ვერ მოჭრა ტყეს. სულ გინდოდეს სამარცხვინო ტყუილი, რომელსაც თქვენი პოლიტიკური პარტია კოლექტიური ნაცმოძრაობა ავრცელებდა. წყლის დონე იყო თურმე დღეების განმავლობაში დაკლებული, შესაბამისად იყო პროგნოზის საშუალება და ამაზე რეაგირება არ მოახდინა ხელისუფლებამ. არც ერთი გრამით არ იყო წყლის დონე, არც ერთი სანტიმეტრით უბრალოდ წყლის დონე დაკლებული, კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი, რომელსაც ავრცელებდა თქვენი პოლიტიკური პარტია. ვერტმფრენები ის დაგვიანების თემა, რამდენი სპეკულაცია იყო გახსოვთ და საუბარი იმაზე, რომ მთელი ღამე უნდა ემუშავოთ ვერტმფრენებს და ღამის ხედვის აპარატურით განმარტა მინისტრმა, რომ ღამის ხედვის აპარატურითაც არის აღჭურვილი ვერტმფრენები და ელემენტარულად ინტერნეტში რო ნახო ღამის ფრენის აპარატურა გონიათ, რომ დიდი ფარები აქვს დაყენებული ვერტმფრენს და ღამე იცვლება დღით. სამარცხვინოა უბრალოდ ეს ყველაფერი მარტივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ ერთი მარტივი რამ. ღამის ხედვის აპარატურა უსაფრთხოებას არ აუმჯობესებს. უბრალოდ იდენტიფიცირებას აადვილებს, უსაფრთხოებას აუმჯობესებს და თქვენ სპეკულაციებს და მოთხოვნებს რო აყოლოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიძლება გაეწირა, რაც მინისტრმაც აღნიშნა, გაეწირა არა მარტო მფრინავები, არამედ ის მგზავრებიც, რომლებიც გადმოსაყვანი იქნებოდნენ ბავშვების ჩათვლით. აი ამას სპეკულაციებს რო აყოლოდა სამარცხვინო ტყუილი, რომელიც ვრცელდებოდა ვერტმფრენებთან დაკავშირებით. კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი, რომელიც ეხებოდა კახი კალაძეს და მის ოჯახს, აქ აღარც მინდა საერთოდ უბრალოდ სამარცხვინო, მეტი კომენტარის გაკეთება ამასთან დაკავშირებით არც არის საჭირო. ოჯახების მიმართ არ იყო ყურადღება, გვარებს ასახელებდნენ, იმ ადამიანების გვარებს, რომლებთანაც ყოველდღიური კავშირი ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს. კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი. და დღეს რამდენჯერმე მეცხრე ტყუილი კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ თითქოს იქ რო ყოფილიყო სხვანაირი რეაგირება, თითქოს იმ 33 ადამიანიდან 32 არის დაღუპული, ერთს ეძებენ, ამ ადამიანებიდან თითქოს რომელიმეს გადარჩენა შეიძლება. რაც არის უბრალოდ სამარცხვინო ტყუილი და ამაზე მინისტრმაც განმარტა. უბრალოდ იქ ადგილზე რო ჩასულიყავით და უბრალოდ ინფორმაცია რო მიგეღოთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იყო ცხედრების მდგომარეობა. და საუბარია ნაპოვნი არის 32 ცხედარი, 31-თან დაკავშირებით მინიმალური დაზიანება იყო მრავლობითი მოტეხილობების სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ყისიერად დადგა სამწუხაროდ სიკვდილი, ერთის გარდა ერთი იყო სავარაუდოდ ასფიქსიით დაღუპული, დანარჩენ შემთხვევაში ყისიერად დადგა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით სიკვდილი. სამარცხვინოა, რასაც ამბობ და ეს მარტო ის კი არ არის, პირდაპირ კვლელობაში ადანაშაულებდით ხელისუფლების ლიდერებს. სამარცხვინო სახში ხო მიდიხართ საკუთარ ოჯახის წევრებს თვალებში უნდა ჩახედოთ. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. სამარცხვინოა, მაგრამ ეხლა იმდენი სამარცხვინო რამე გაქვთ გაკეთებული, რომ ეს კიდე არაფერი არ არის ამასთან შედარებით. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები არის დაფიქსირებული 32-დან 31 შემთხვევაში. ერთადერთი შემთხვევა, სადაც ემთხვევა მონაყოლს, რომ გამოასრო ხარცობს, შებრუნდა ახალგაზრდა კაცი და დაიღუპა და ამას ემთხვევა ზუსტად ის, რომ მხოლოდ ამ ადამიანს არ აქვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები. თუმცა იქაც, მათ შორის მონაყოლითაც დასტურდება, რომ იქაც ხესიერად დადგა სამწუხაროდ სიკვდილი. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს ავრცელებთ. და ხშირად იყო საუბარი, რომ ვიღაცა იქ არ ჩავიდა და ასე შემდეგ.
მე მინდა შეგახსენოთ, რომ არც ერთი თქვენგანი არ იყო შოუში, არა თუ პირველივე დღეს, მეორე დღეს და შემდეგ, საერთოდ არ ჩასულხართ. და რა არის ტყუილი? ვინ ჩავიდა, აბა მითხარი? ვინ ჩავიდა, მითხარი? ვინ ჩავიდა, გვარი მითხარი ერთი? შენ ჩახვედი? ტყუილი, არც ერთი თქვენგანი არ ჩასულა. ტყუილი. ერთი ფოტო მანახე ვინ ჩავიდა. ტყუილია, არც ერთი თქვენგანი არ ჩასულა შოუში. საზოგადოებისთვის მინდა განვაცხადო. შოუში ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ჩავიდა შოუში, იყო შალვა ათელაშვილი. ერთადერთი. ერთი თვის განმავლობაში შოუში შოუში არ ჩასულხარ. შოუში რო ჩასულიყავით, ერთი თვის განმავლობაში შოუში არავინ არ ჩასულა. იქ რომ ჩასულიყავით, ამდენ სისულელეს არ იტყოდით. და ზუსტად იმიტომ არ ჩახვედით, რომ ამდენი სისულელე დაგჩენოდათ სათქმელი. შეგნებულად არ ჩახვედით შოუში, რომ ბევრი სისულელე ქონოდათ სათქმელი. ასევე ერთი რამ მინდა გითხრათ. წარმოიდგინეთ, ამათი გუნდის წევრი, კოლეგებო. ამათი ერთ-ერთი წევრია გუნდის ყოფილი გუბერნატორი რაჭველია, ქვია რაჭველი, არ ვიცი რა არის, თავის მენტალიტეტით, სირაძე, სახელი აღარ მახსოვს. და რაჭაზე ცოტა გული ხონდა შეგთქვი. სხვათა შორის რაჭველი დეპუტატებიც არიან აქ რადიკალურ ოპოზიციაში და ისინიც არ ჩასულან რაჭაში. უბრალოდ არც სამშობლო, არც შენი კუთხე, არაფერი არ აქვს. არაფერი წმინდა არ აქვს ამ ადამიანებს. არც ერთი არ ჩასულა შოუში. ეხლა რაც შეეხება მის განცხადებას, სირაძის განცხადებას, ეს კაცი გამოდის, რომელიც გუბერნატორი იყო, რაჭველი ქვია და შემდეგ და ამბობს, რომ ასეთ სიტყვებით ციტირებ, ტელევიზიაში გამოდიოდა, რომ რაჭაში ტურიზმი დამთავრდაო. წარმოიდგინეთ რეგიონის შესახებ, რომელიც არის ტურისტულადაც მიმზიდველი, ყველა სხვა ღირსებას რო თავი დავანებოთ და ამაზე ამბობს, რომ რაჭაში ტურიზმი დამთავრდა. წარმოიდგინეთ რა დონის მავნებლები არიან და სხვათა შორის ასეთი განცხადებების შემდეგ, რასაც ამ გუნდის წევრები ავრცელებდნენ, სისტემურად ხდებოდა სისტემატურად ჯავშნების გაუქმება რაჭაში. მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ არავითარი რისკი რაჭის სხვა კუთხეებს არ ემუქრებოდა, არავითარი რისკი. აი ესეთ განცხადებებს აკეთებდნენ ესენი, ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯავშნები გაუქმდა და სამომავლოდ იმედი აქვთ, ამათ აქვთ იმედი, რომ რაჭაში ტურისტები აღარ ჩავლენ. რომ რაღაცნაირად დამძიმდეს იქ ვითარება, აი რაც ქვეყანას უკეთებდნენ, იგივე გადმოიტანეს კონკრეტულად რაჭაზე. ამას აკეთებს კაცი, რომელსაც რაჭველი ქვია და გუბერნატორი იყო. სირაძე, ყოფილი გუბერნატორი. აი უსამშობლო ხალხი და არც სამშობლო იციან, არც კუთხე იციან, არაფერი არ იციან ამ ადამიანებმა და რამე რო იცოდნენ, რამე მორალური ის რო ქონდეთ, ხო, ნიშანწყალი, ბუნებრივია ამდენ ტყუილს არ იკადრებდნენ. და დღევანდელი სხდომაც, რა თქმა უნდა, ამის დემონსტრირება იყო, დღესაც სამარცხვინოდ აგრძელებენ ამ ტყუილების ლაპარაკს, ტყუილების გავრცელებას, უბრალოდ სირცხვილია ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გაემერებ, სტიქია ტრაგედია არის ისეთი რამ, რამაც ყველა უნდა გაერთიანოს. მაგრამ თუ არაფერი წმინდა არ აქვს, რა თქმა უნდა, ვერაფერი შენ ვერავისთან ვერ გაგაერთიანებს. მე მინდა ბოლოს დავასრულო მადლობის გადახდით, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევითაც და მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებიც პირველივე წუთებიდან იყვნენ ჩართული სტიქიასთან ბრძოლაში, ეს იყვნენ მაშველები პირველ რიგში, პოლიციელები, სამხედროები. მადლობა თითოეულ მათგანს, ესენი იყვნენ ინფრასტრუქტურაზე მომუშავე ადამიანები, ძიმე ტექნიკაზე მომუშავე, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რა სამუშაო სრულდებოდა ამ ადამიანების მიერ. ძიმე ტექნიკაზე ვინც მუშაობდა, დღე და ღამე არ გაჩერებულან, რა ენერგია ქონდათ, უბრალოდ წარმოუდგენელია მაშველები და აბსოლუტურად უდიდესი სამუშაო იქნა გაწეული და უდიდესი მადლობა, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს, მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს, დღევანდელი მოხსენებისთვის და ასევე იმ სამუშაოსთვის, რომელიც მისი მხრიდან იქნა გაწეული, ჩვენს დეპუტატს გოჩა იანუქიძეს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო. მთელი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ერთი დღე არ გამოსულა
სტიქიის ზონიდან და ეს არის რაც უნდა აკეთებდეს პარლამენტის წევრი. ეს არის რაც უნდა აკეთებდეს რაჭველი კაცი დამოკიდებულება საკუთარი რეგიონის მიმართ და არა ის რასაც სამწუხაროდ დღეს ხედავდით მეორე მხარეს და მადლობა გოჩაინუქიძეს, მადლობა მირის, მადლობა რა თქმა უნდა რასთავარია თითოეულ ადამიანს რომელიც სტიქიასთან ბრძოლაში იყო ჩართული. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის.